პოლიტიკოსების პირადი კარიერული მომავალი. ბოლო კვირების განმავლობაში ევროპელი ლიდერები ბენიამინ ნათანიაჰუს განზე განუდგნენ ღაზას სექტორზე თავდასხმების და კოლოსალური მსხვერპლის გამო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა, ევროპელმა ლიდერებმა მხარი ისრაელს დაუჭირეს და ირანი ბირთვული ამბიციების გამოც გააკრიტიკეს. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში კრიტიკულია, რომ დასავლურმა ღერძმა ერთობა აჩვენოს მესიჯების სახით. მაგრამ ეს ამ მომრჩეველში იწვევს უკმაყოფილებას, რადგან ისრაელისა და ჰამასის დაპირისპირება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კონტროვერსიული გახდა ღაზას სექტორში უპრეცედენტო მსხვერპლის ფონზე. რა თქმა უნდა, ეს ლიდერები იტყვიან, რომ ისინი არ უჭერენ მხარს იმას, რაც ღაზაში ხდება, მაგრამ მხარს უჭერენ ისრაელის უფლებას დაიცვას თავი ირანისაგან, თუმცა საბოლოო ჯამში ღაზაში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეები, რომლებიც საგრძნობლად მომრავლდნენ ბოლო პერიოდში, ამას აღიქვამენ როგორც ისრაელისა და ნათანიაჰუს მხარდაჭერად. ამას კი კარგად გამოიყენებენ ევროსკეპტიკოსები, რომლებიც ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებს გაუსვამენ ხაზს, გააკრიტიკებენ ამჟამინდელ ლიდერებს და ეცდებიან განაწყენებული ამომრჩევლები თავისკენ გადაიბირონ, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება არჩევნების შედეგებზეც აისახოს.